ჩვენ ქართველები დღეს დიდი არჩევანის წინაშე ვდგევართ და დაბნეულები ვცდილობთ იქნებ როგორმე კიდევ ერთხელ მოუხმოთ გონიერებას და სწორი გზა ავირჩიოთ სავალოდ, ღირსეული და მართალი. მაგრამ თითოეულ ჩვენთაგანს ხომ თავისი სიმართლე აქვს. უფლის წინაშე კი სიმართლე ერთია და გზაც ერთადერთია. გზა, რომელიც ტაძართან მიგვიყვანს. ჩვენ კი ვინ ვართ ჩვენ? თუ ქართველები ვართ, რა დაგვემართა? რაღა ის ქართლის ჭირი შეგვეყარა, დიდ მგოცანს რომ ზარები შემოაკვრევინა. ანდა რაღა იმ ქართველების ჯიში და გენი გავაგრძელეთ, ბეჟალი რობკი გრუზინიო, რომ შემოკვადრა ჩრდილოელმა პოეტმა. სად გაგვიწყდა დედო ძარღვი და ჩავიშალეთ მძივის მარცვლებად, თუ მხოლოდ წარსულში დავრჩით. როდის ვიგრძნობთ, რომ დიდი ხანი აქვთ ტკივას სული, როდის მოვინატრებთ მამულს, რომელიც გვქონდა და ხელში გვერევა. ვინ იცის, როდის დაედება ძველებური ფასი ერთგულებას, ქვეყნის, ოჯახის, მეგობრების, პატიოსან სიტყვას და რწმენას. როდის გაგვიწპეტაკებს სულს ღვთის შიში და მოვალეობის მაღალი გრძნობა. როდის ავინთებით მოყვასი სიყვარულით და უანგარო სიკეთით. როდის ვაჟას უთქვამს, სინდისი არ უნდა დაჟანგდეს, სიკეთისა და სიყვარულის გრძნობას ობი არ უნდა მოეკიდოს. და ჩვენც უნდა ვეცადოთ, როგორმე ისევ ავლესოთ დასაჟანგად განწირული სინდისი. ობის დამუყველი ძაფებისაგან გავასუფთავოთ, სიკეთე და ქვაზე ალალად დადებული გადავცეთ, ცხოვრების გზაზე უცაბედად მოხვედრილ გამოუცდელ მგზავრს, მომავალ თაობას. არადა ჩვენ თვითონ რამდენი ასეთი მადმოსილი ქვა შეგვახვედრა უფალმა წარსულისაგან დატოვებული. გული მწყდება, რომ როცა ჩემი თაობის სადღაც მიკარგულ სათნოებას მოვიკითხავ, აქა-იქ თუ შემეფედება ხოლმე სიკეთის ოაზისად. ერთი ასეთი ოაზისი აქვეა, სულ ახლოს, ქარელის მადლიან მიწაზე, ძარღვიან ქართლურ სოფელ ბრეთში, ედილაშვილების ოჯახში, რომელიც სულ რაღაც 15 თვის წინ მოყვარის გულს ახარებდა ბედნიერებით. დღეს კი ტკივილისა და მონატრების უძირო ტევრად ქცეულა. ეროვნული სული და ქართული ტრადიციები ენთო ერთადერთ უწმინდეს კელაპტრად გივი და გოგუცა ედილაშვილების ოჯახში და მათაც ორსანაქებო შვილს სამშობლო უანდერძეს საფიცარ ხატად. წლების მანძილზე ბრეთის სკოლას ხელმძღვანელობდა ბატონი გივი და ქალბატონი გოგუცაც გოეთეს ენას აზიარებდა მოსწავლეებს. ალბათ შორეული წინაპარი მღვდლის ლოცვის მადლი თუ იყო ის, რომ მათ მთელი ცხოვრება გამორჩეული პატიოსნებითა და სიწმინდით იარეს. და კიდევ იმ ღირსებით ამაყადრო მათქმევინებდა ხოლმე, ჩვენ სახლში უწყისე ხელმოუწერელი ფული არ გაჭაჭანებულაო. ასეთ სისპეტაკეში გაიზარდნენ ნანა და თემური და რა გასაკვირია, რომ განსაკუთრებულად ჰუმანური პროფესია, მედიცინა ირჩიეს მოყვასი საკეთილდღეოდ. მაგრამ იქნებ მხოლოდ ეს როდი იყო ამგვარი არჩევანის მიზეზი. იქნებ ქვეყნისთვის უზომო ხარკის გავება. ექიმის უმძიმესი ტვირთის ზიდვა გამოდგა მათი სანათესაურისთვის ღვთისგან დაკისრებული მადლიანი ღალა, რომელიც ოჯახურ ტრადიციად გადაეცათ ახალგაზრდებს ბიძის რაიონში განთქმული ექიმის όμα ხუციშვილისაგან. ერთი ცნობილი მწერალი წერდა: არის გმირობა, რომელსაც ადამიანი ერთ მშვენიერ წუთს ჩაიდენს. და არის ასე ვთქვათ ჩუმი, უხმაურო, ყოველდღიური გმირობაც, როცა არასოდეს ღალატობ შენს თავს, როცა ყოველთვის სრულიად ჩვეულებრისა და ყოვლად არაორდინალურ სიტუაციაშიც რჩები იმ ადამიანად, ვისაც პირველ ყოვლისა შეუძლია იფიქროს სხვებზე და სულ ბოლოს საკუთარ თავზე. აი ასე, მთელი ცხოვრება, ყოველი დღე და ყოველი საათი. და მე ეს უკანასკნელი გმირობა, გარეგნული ბრწყინვალების ელფერიც რომ ნაკლებად დაკრავს, უფრო ძვირად მიიღირსო. სწორედ ასე, უხმაუროდ, ყოველდღიური გმირობითი ცხოვრა ქარელის რაიონული პოლიკლინიკის მთავარმა ექიმმა თემურ ედილაშვილმა და მართლაც შეუფასებელი მემკვიდრეობა დატოვა. ათასობით მადლიერი პაციენტი და კაცური კაცის სახელი, რომელიც უთუოდ მის გამორჩეულ თვისებას უკავშირდებოდა და რის გამოც განსაკუთრებული ეპითეტით შემორჩა თანამედროვეთა მეხსიერებას. კაცი მართალი.
ურთიერთობისას არ იყო თემური ისეთი უცაბედად, ერთი შეხვედრით რომ მოგხიბლავდა და დაგატყუებდა. გარეგნულად თითქოს მკაცრი და შეუვალი იერიც კი დაგრավდა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. მერე კი მოდიოდა ძვირფასი წუთი, რომელიც მის უმდიდრეს სულს გაზიარებდა, რომელსაც მაგიური ძალა ჰქონდა და სასწაულებრივად ააშკარავებდა თემურის კეთილშობილებას, მის ღრმა შინაგან სამყაროს და შენც ემონებოდი, შვიდად და ძალდაუტანებლად. ის თუ შეგიყვარებდა, მართლა შეგიყვარებდა, მერე კი ისე გიერთგულებდა, როგორც არავინ და არასდროს. ამიტომაც მიიჩნეოდა მასთან მეგობრობა უფლის დიდ საჩუქრად და იქნებ სწორედ ამიტომაც ფართოვდებოდა განუსაზღვრელად მისი სამეგობრო წრე, სადაც მას თავისი განუმეორებელი ადგილი ეკავა, ხალასი იუმორით, ნაღდი ქართული მოლხენითა და სიმღერით, საფეხბურთო გუნდის კაპიტნობითაც კი. ალბათ შემთხვევით არ შეჩერებულა არჩევანი სრულიად ახალგაზრდა ექიმზე, თემურ ედილაშვილზე, რაიონული პოლიკლინიკის მთავარი ექიმის დანიშვნისას შესაფერისი კანდიდატურის ძებნის დროს. მერე მოხდა ის, რასაც უფლის ნება ერქვა. პოლიკლინიკის ახლად დანიშნული მთავარი ექიმი ფანჯრიდან იყურებოდა და უცებ მოხვდა თვალში მხრებ გაშლილი, ჭრელ ქვედაკაბაში გამოწყობილი, მაღალი, სიფრიფანა გოგონა, ხრებამდე დაშვებული ხმაურიანი საყურეებით და ფერად-ფერადი სამაჯურებით. თემურმა თანამშრომლები მიახედა და სხვა დროს თავშეკავებულსა და უზომოდ გაწონასწორებულს რაღაც ძალამ, თვითონვე რომ გაუკვირდა ისე მოულოდნელად, ათქმევინა. ამ გოგოს კი შევირთავდი ცოლადო. ის გოგო ქარელის პოლიკლინიკაში მივლენილი ახალბედა ექიმი მანანა ქარსანაშვილი აღმოჩნდა. თუმცა მანანას მეხსიერებას ბუნდოვნად შემორჩენოდა მესამე კურსზე ყოფნისას ქარელში დედასთან გამოდახებული სასწრაფო დახმარება და მორიგე თემური ექიმი. მაშინ ჩუმად კი შეათვალიერა, მაგრამ დიდი ყურადღება არ მეუქცევია ახალგაზრდა პროვინციელი ექიმის ჭკვიანი გაწონასწორებული გამოხედვისათვის, რადგან პროვინციული რომანი სტუდენტობით ფრთაშესხმული გოგონას მაშინდელ გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა. მაგრამ უცებ გაირბინა სტუდენტობამ და მოულოდნელად აღმოჩნდა მძიმე რეალობის წინაშე. განაწილებით თავის საოცნებო თბილისში კი არა, სწორედ იმ პროვინციულ ქალაქში, ქარელში მიავლინეს. და დაიწყო მოულოდნელობებით სავსე ცხოვრება. ქუჩაში მანქანით თვითონ და შემთხვევით შეხვედრილი მთავარი ექიმი. სუფრაზე მოულოდნელად შემოსწრებული, უჩვეულოდ თვალებანთებული ახალგაზრდა კაცი. უზომოდ თავაზიანი და ყურადღებიანი კოლეგა. და ასე ნაბიჯ, თანდათან მანანასათვის შეუმჩნევლად იქცა თემური, მის ახლობელ ადამიანად, ყარც აყრდენად და მეგობრად. რაც მთავარია სარგედ, რომელშიც პირველად შეიძნო საკუთარი თავი. თავისი ყველა ღირსება, სრულიად უმნიშვნელოც კი. მერე იყო კიდევ ერთი უზარმაზარი გამოცდა. მანანას ახალგაზრდა მამის უეცარი გარდაცვალება
და თემური ღირსეულად შეუდგა მხრებში მანანას გასაცოდავებულ პაპას და ბებოს. მართლაც მეგობრული თანადგომა გაუწია დაბნეულ დედამისს, შეუდარებლად თანაუგრძნო მანანას და მის ძმას. და ყველაფერი თავის ადგილას დადგა. სვეტიცხოვლის დიდებულ ტაძარში კიდევ ერთი ულამაზესი წყვილი გაფრწყინდა მეუღლეთა გვირგვინების ქვეშ. დაზეიმობდა ამ უდიდესი ბედნიერების მოსურნე ლამაზი და გამორჩეულად მეგობრული კოლექტივი. ეს იყო დაუვიწყარი დრო. იქ იყო შეუდარებელი მაია ზებედაშვილი, მანანასა და თემურის ლამაზი სიყვარულის ერთგული გულშემატკივარი, მათი მეჯვარი, დღეს უკვე თემურის სამყოფელს ნაზიარები. იქ იყო ჰენრი ბაღდინოვი, სიკეთის, უშუალობის, სიყვარულის განსახიერება, ნოდარ ზებედაშვილიც, უფლისწულივით მშვენიერი, მომხიბლავი, რაინდივით კეთილშობილი. ისინიც იქ არიან, მაიასთან და თემურისთან, ღმერთმა აცხოვნოთ. მერე დაიწყო მანანასა და თემურის ტკბილმწარით შეზავებული თანაცხოვრება. უფლისაგან ბოძებული ორი უმშვენიერესი სიხარული, თამუნა და გივიკო, ზარზეიმით გადახდილი ძეობები და დაბადების დღეები, სტუმრების მიღება გაცილებები, ვინის გადაკეთება გაფართოებები, დიდი თუ პატარა სიხარულები. და მაინც წლები ახსავსე დაბრკოლებითა და იმედგაცრუებით, პურის ტალონებითა და უბენზინო მანქანით, რეანიმაციაში გატარებული კოშმარული დღეებით პატარა გივიკოს ყოფნა არ ყოფნის მოლოდინში, მობრძანებული და წაბრძანებული ბატონებით, სიცხიან ბავშვებთან გატარებული მძიმე ღამეებით, ოჯახური და სამსახურეობრივი პრობლემებით. იყო ყველაფერი. ხან უსიტყვო თანხმობა და ხანაც უმისეზო გაუგებრობა, ხან აფეთქებული სიყვარული და ხანაც თითქოს ერთმანეთით დაღლა და მობეზრება. ჩურჩულსა და მომავლის დაგეგმვაში თავს დათენებული უამრავი ღამე. და იყო მანანასა და თემურის 1988 წლის 3 სექტემბრიდან ათვლილი ერთად ყოფნის ჰარმონია. მართლაც სულ ერთად იყვნენ, არა იდეალურად, არა ყოველთვის დაწმენდილ დახვეწილად, მაგრამ ყოველთვის ერთად. შინ და გარეთ, ჭირსა და ლხინში, ავადმყოფი საწოლთანაც კი. შუაღამისას ტკივილმოძალებული სნეულისათვის ერთადერთი ხსნა იყო ედილაშვილების სახლის ჭიშკარი, საიდანაც წარხშეუხრელად გამოყვებოდა მანანა ექიმი. თემური კი მძღოლის ფუნქციასაც არ ითაკილებდა, რადგან ვერც მეუღლეს გაუშვებდა მარტოს შუაღამისას პაციენტთან და ვერც გაჭირვებულს გააწმიებდა. თავისი ოჯახის დიდიმეც ვერ მოუშლიდა თანასოფლებს. სულ სიკეთის ქმნას ესწრაფოდა თემური, ამიტომ უყვარდა ყველას. ამიტომ დღესაც მოუშუშებელია მისი წასვლით გამოწვეული ტკივით. ამიტომ დღესაც ვერ იხსენებენ მას უცხრელოდ კოლეგა მეგობრები. ძნელია და ადვილია თემურიზე საუბარი. ძნელია იმიტომ, რომ ტკივილიანია. ის აღარ არის ჩვენთან და წარსულით გვხდება საუბარი. ადვილია იმიტომ, რომ ისე იცხოვრა ამ თავისთვის მოკლე წუთი სოფელში, რომ პატარა იოტისოდენა შეცდომაც არ დაუშვია. მე ასე მგონია. ჩემი კოლეგები, ჩემი მეგობრები ამაში დამეთანხმებიან. იგი იყო განსაკუთრებული შვილი, მეუღლე, დედმამიშვილი, მამა, მეგობარი, კოლეგა. იყო ძალიან გემრიელი და მე მას რამდენადაც არ უნდა იყოს ეს სწორი ან არასწორი თქმა, უძახდი სწორ კაცს. შენ სწორი ხარ მეთქი, ასე ვეტყოდი ხოლმე. მე მაგალითად თემური ვაჟკაცობის ეტალონად მიმაჩნდა, იყო ჭეშმარიტი ქართველი, ქართლელი და რაც მთავარია ჭეშმარიტი მართლმადიდებელი. მასზე საუბარი მრავალ ასპექტში შეიძლება და ჩემი კოლეგები ამის საშუალებას მომცემენ და აი თვითშეული პატარ-პატარა ნიუანსი მინდა აღვნიშნო. პირველ რიგში ის იყო ნამდვილი ბრეთელი. თავისი სოფელი უყვარდა უზომოდ. სულ ყველანი მოსწრები ვართ იმისა, რომ პაციენტი რო შემოვიდოდა ამ სოფლიდან, იმ პოლიკლინიკაში, სადაც ის მთავარი ექიმი იყო, როგორც პატარა ბავშვი, ისე შეყვებოდა ყველა კაბინეტში. ხო და მეთანხმებით ამაში. დაძდებდა ყველას აბსოლუტურად. იმიტომ რომ
თავისი სოფლის პატრიოტი იყო. იყო განსაკუთრებული მეგობარი. მეგობარი იყო იმდენად, რამდენადაც მიუხედავად იმისა, რომ აი მე თემური სულ მთავარ ექიმი, სულ ადმინისტრატორი მახსოვს. სულ ჩვენს კაბინეტებში იჯდა. მიღებაზე გვესწრებოდა. ჩვენგან გამოსვლა არ უნდოდა. იყო კარგი ექიმი. ეს ექიმობა იმაში გამოიხატება, როდესაც ჩვენთან მოდიოდნენ პაციენტები და ჩვენ მათ ჩვეულებრივ ვესაუბრებოდით იმისთვის, რომ დიაგნოზი გამოგვეტანა, დაგვესვა. იცით, პატარა ისეთ სიტყვას, ისე ზერელეთ იტყოდა, რომ სწორ გზაზე დაგაყენებდა დიაგნოზის დასმაში, ამდენადაც არ უნდა ეჭვი შეფარვოდა შენ რამეში. ძალიან ზერელეთ, მაგრამ იტყოდა შეუმჩნევლად. იყო ძალიან კარგი მეგობარი. მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება ამაზე და არ ვიცი რამდენად სწორი იქნება ამას ვიტყვი, რომ გვიან დაოჯახდა. ამაზე ძალიან ხშირად უნანია, რომ გვიან დაოჯახდი. და როდესაც შვილები გაუჩნდა, არსად აბსოლუტურად არ უვლია იმისათვის, როგორც ხშირად არის ხოლმე, რომ ჩინოსანი ნათლიები ყოლოდა. არა, აი ვინც აქვს ხედვართ, ვართ მისი კოლეგები, მეგობრები და მეტწილად მისი შვილების ნათლიები. ძალიან უჭირდა, ავადმყოფობდა, მაგრამ არაფერში ჩამოგრჩებოდა. იყო ყოველთვის ჩვენს გვერდზე. ხშირად უთქვია, რომ აი თქვენ მიქარწყლებთ, თქვენ მიიოლებთ ცხოვრებას, თორე თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა დონეზე მტკივა თავი. არ გვეგონა, რომ ასე იყო. მაგრამ ფაქტი შედგა, ის ჩვენთან აღარ არის და თქვენს გადაცემას ქვია კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს. მე კიდე ერთ რუბრიკას დავუშვებდი, ჩემი ნება რომ იყოს. კაცი, რომელიც აუცილებელია ქალაქისათვის. და აი ცოცხლად მივეფერებოდით ისეთ პიროვნებებს, ვიზეთ შემდეგ წარსულში გვხდება საუბარი. ძალიან კარგი იქნებოდა ის ჩვენსთან ყოფილიყო ეხლა, მაგრამ მე კიდევ ერთ რამის თქმა მინდა. მის შემდეგ ჩვენ კიდე მეორე დიდი ტკივილი მივიღეთ. ჩვენ მეორე ექიმი დაგვეყობა, მაია ზებედაშვილი. ქორწილის ნათლია. ბავშვის ნათლია. ამას რო თემური მოსწრებოდა, ვერ გადაიტანდა. ნამდვილად ვერ გადაიტანდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მაიამაც ვერ გადაიტანა და მისი სიცოცხლე თითქოს უფრო სწრაფად დამთავრდა იმის მერე, რაც თემურის ეს ამბავი მოხდა. რა ვიცი, მოსაგონანი ბევრი გვაქვს და ერთმანეთს და მეორემაც ესეთი სიყვარული იცოდნენ, სხვანაირი ყველასგან განსხვავებული. თემური ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო. ძალიან ჭირთან ლაპარაკი. სკოლა სტუდენტობის წლები ერთად გამატარეთ. ძმის სიკვდილის შემდეგ სულიერად მატერიალურად ყოველთვის გვერდჩინებდა. თემურის წასვლის მერე ერთადერთი რასაც ხედა შეკრული კოლექტივი დაგვდება. და მე ის მიგვირს, რომ ამდენ ხალხში სულ ყველა განსხვავებული ვარ და ყველას გულში თავისი წილი. თემურის მეორე ლაპარაკი არ უყვარდა და მივიწყე, რომ ქართლს ალბათ საქართველოს დააკვდა. ალალმართავი, უბოროტი, ნამდვილი ქართული. დღეს რომ საქართველოში ძალიან ცოტა. მე შემიძლია ეს მეც თემურს გქონდეს. ყველაზე მეტი მე და თემური ბავშვობიდან მოვდივართ. სკოლა, ინსტიტუტი, სამსახური. ყველაფერი. ერთად თამაშობდით. ერთად თუ რამე იყო მე ახალგაზრდობაში. თუნდაც ის მოპარული პირველი სიყვარული, რომელიც ჩუმად გავიპარეთ სხვაზე და ნუ ასეთი რაღაცა, ისეთი ნიუანსები რაღაცები. ყველაფერი ეს დაგვიგვინდა, ეს მეგობრობაც, ეს ყველაფერი დაგვიგვინდა. ისე ურთიერთდგომით. მაგრამ თემური იყო ნების როლში. მე ვიყავი ხელის მომკიდე.
თემურის არ შეეძლო ნახევრად სიყვარული. თემურის არ შეეძლო ნახევრად სიყვარული. თემურის არ შეეძლო ნახევრად მეგობრობა. უნდა დახარჯულიყო ბოლომდე ყველაფერში აბსოლუტურად. აბსოლუტურად ბოლომდე. და ამიტომ ვერ გაუძლო გულმა. დაგვიტოვა რა თქმა უნდა ჩვენ მშობლებს, ანანა, შვილებს და სიძეს და ყველა ჩვენს დაგვიტოვა ძალიან დიდი ტკივილი. არავის მინდა რომ ჩემი ტკივილი ვინმეს თავ შემოვხვევა. თემურის სუოცარნას იმა დიდი ტრავმა მომაყენა. იმ შემდეგ გავიარეთ უარესი დიდი ტრავმა. სამსახურში რომ მოვიდა თემური შემოვიდა თუ არა, აბა ჩემო ფიტოთერაპევტო როგორი ჩაიგა გამზადებული. მეც ვიყავ ერთ პაციფუთში თავის კათკათა ღიმილით რომ შემომხედავდა ვფიქრობდი რომ ეს შემოვნებდა პატივი მეცეების ადამიანობისთვის იმის შეგნებისთვის იმისი კარგი პიროვნებისთვის სულ მეუბნეოდა სანამ მე ვარ დედაიზო სანამ შენც იქნები სამსახურში და იმუშავებ ჩემთან ერთად მაგრამ გავიდა რომ მიღალატა ჩემი ოჯახის წევრობა მეტავით რომ ყოლოდა შეიძლება გადამეტანეს დიდი ტკივილი დიდი უწუხარება მაგრამ იმისმა და კარგო უარესი გამიგეთ ძალიან განვიცდი როცა შემოვდივარ და იმისი რემილი არ დავხვდებოდა იმისი გაჩინებული სახე ფიტოთერაპევტის რომ მეძახდა ხოლმე კაცი რომელიც დააკრა ქალაქს კი არა კაცი რომელიც ყველა მეგობარს დააკდა ყველა თანამშრომლებს და თავარი ოჯახს რომ დააკდა თემური ერთ ნივანს გავიხსენებ კიდე. ერთად წევან ვიყავ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. ერთად დავამთავრეთ ინსტიტუტი. გამონაწილებით როცა ჩამოვედით ადგილზე სამსახურში იყო ერთი ადგილი. იმ პერიოდში თემურის ბიძა ყველა მიცის ის ბატონ ომანი იყო განყოფილების გამგებელი რომლის სახელიც გუხდა ქარელში და იყო ერთი ადგილი რა თქმა უნდა ომანი ყველანაირად ალბათ ეკუთვნოდა კიდეც მაგრამ თემური არ დაუშვა ის რომ აი მე ისე დავჩენილიყავი და თვითონ ადგილი ჰქონოდა ორივე წავედით სოფელში თემური იყო ჩემი ერთადერთი ძმა. ჩვენ მარტო და-ძმანი კი არ ვიყავით, ჩემი კოლეგებიც დამეთანხმებიან. ბავშვობიდან ვიყავით ერთად, ბავშვობის მეგობრები, მთელი სტუდენტობის წლები ერთად გავატარეთ, სამსახური. თემური მე ყველგან მაკლია, ყველგან ვეძებ. სახლშიც მაკლია, სამსახურშიც. თემური იყო ჩემი ძალიან დიდი მეგობარი, მესაიდუმდე კოლეგა. ამიტომ მე ძალიან მიჭირს უთემურიობა და ალბათ მომავალში კიდევ უფრო ძალიან გამიჭირდება. რითი შემიძლია ვანუგეშო ჩემი მშობლები, ძმისშვილები, ჩემი მანანა, როცა მეც ძალიან მიჭირს. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია, მე ძალიან მიჭირს უთემური. მე და თემური კოლეგები ვიყავით, მარტო ექიმები არა. ერთად ბევრი რამ გადავიტანეთ. შეიძლება გაგეცინოთ აი ეს ძნელი პერიოდი, რასაც ეს კონკურენცია ერქვა, გარდაქმნა თუ რა არის, ავადმყოფო პოლიკლინიკის გაყოფა. ჩვენ ორივე მთავარი ექიმები ვიყავით, მაგრამ ერთად ვიყავით. თბილისშიც ერთად ვიყავით. არც რა ვთქვა, მე მაკლია თემური დელაშო. მის გვერდი თქომა. ძალიან მიჭირს. მასე ლაპარაკი. თითქოს მარტოებში. არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი, მაგრამ თუ რჩევას მოგცემდა. აი ისეთი იყო, იტყოდი რომ აი მთელი ღამე იფიქრა და რჩევა ისეთი მოგცა. არასოდეს არ გადაიხრებოდა ახლობლისკენ. რაღაც იყო ახლა მოადგილე ვიყავი წლების განმავლობაში და თავისი და მეუღლე აქ მუშაობენ და იყო ახლა სამსახურში სადაო საკითხები. არასოდეს გადაიხრებოდა ახლობლისკენ. ყოველთვის თუნდაც მტერი ყოფილიყო, იცოდა რომ ის ვიღაც
კარგს არ ისურვებდა მისთვის, მაგრამ თუ საქმეში მართალი იყო ის მტერი, ყოველთვის იმის მხარეს დადგებოდა. იყო მართალი, ალალი, უბოროტო. აი რა ვიცი, ყველაფერი კარგი რაც შეიძლება იყოს და უთქმელი. ყველაფერს ატარებდა თავისას გულში. წლების განმავლობაში ავადმყოფი და წავიდა უცებ ის თავისას არავის არ ახვევდა თავისთვის ინელებდა ამას. და ამიტომ იყო ეს ყველაფერი ელდა ჩვენთვის, რომელსაც დღესაც ვერ ვინელებთ და ჩემს გარშე ვერ ვლაპარაკობთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და თემურის მეგობრობა არ არის ისეთი ხანგრძლივი, როგორც მისი კოლეგებისა, მე ამ კოლექტივს შემოვუერთდი იმის შემდეგ, რაც წამოვედი აფხაზეთიდან, მოსაკონარი ბევრი მაქვს. ჩემს მიმართ იყო უზომო თბილი და თუ კი რამეში მჭირდებოდა მისი გვერდით დგომა და ესე მგონია მართალიც ვერ ყოფილიყავი, გამომდინარე იქიდან, რომ მე სტუმრად ვითვლებოდი აქ, მაინც დამიდგებოდა, მართალიც რომ არ ყოფილიყავი. აი ერთი ესეთი მინდა გავიხსენო მუშაობ სოფელში და რომ ბრუნდები იმ სოფლიდან, მე გავიარო ბრეთი, დამიღამდა და ღამე გავათებნე, ესე ვთქვათ, ჩემ თავარ ექიმთან. ისეთი სითბო, ისეთი კომფორტი შემიქმნა, რომ ის იყო პირველი ესეთი ღამე, როდესაც მე დავიძინე შვიდად. იმიტომ რომ ვიყავი ძალიან თბილ ოჯახში. იმ ოჯახში მე დავინახე აი ის, რასაც უსურვებდი ნებისმიერ მეუღლეს. იქ მე დავინახე ძალიან მოსიყვარულე მეუღლე, მამა და ნამდვილად შვილი. შევიდა ბატონი თემურის ურთიერთობა წლების წინ დაიწყო ვიქნით რომ ჩემი ხშირად ვიყავი თქვათ საავადმყოფოს კოლექტივის უარი გავიზიარდე ესე თქვია და ქონდა ბავშვები პატარა ვიყავი ის ჩემს პროფესი იყო ქონდა ეს ურთიერთობა რასაც ნამდვილად აი მეგობრობას დავარქმედი უფროს ადამიანსა და უფროს კოლეგას შორის ეს ქონდა მას ყველანაირად ყველაზე ერთ ფაქტს გავიხსენებ როდესაც საავადმყოფოს გუნდი საფეხბურთო გუნდი ჩამოყალიბდა ბატონ თემურისა და ამოვით ორი ახალგაზრდობაში ჩვენ სტუდენტები ვიყავით და ვთხოვეთ რომ ბატონ თემური თუ შემოგვიერთდებით ამ საქმეში ვიცოდით რომ ბატონ თემური წლების განმავლობაში იყო საკმაოდ კარგი ფეხბურთელი თამაშობდა როგორც ინსტიტუტის გუნდში და საკმაოდ კარგი წარსული ჰქონდა ფეხბურთში დიდი სიამოვნებით დაგვთანხმდა და გარკვეული დროის მერე შემოგვიერთდა ჩვენ გუნდს და აი ნამდვილად ეს იყო ჩვენი ბურჯი გუნდში, რამდენიმე თამაში ჩვენთან ერთად ჩაატარა და აი მე რომ გავიგეთ რომ ყველა იმერტულ წლებას ატარებდა ბატონი თემური და მაინც ჩვენი ხათრი არ გატეხადა ის კოლეგიანობა და კოლეგიანობა დაგვიგაგორდა და მე გავიგეთ რომ ყველა წლები თამაშობდა ამ ფეხბურთს და ყველა ასე ვქვია თავს რისკავდა რომ იტყოდა და თავისჯამთელობას საფრთხეში აღდებდა მაგრამ ჩვენი ის არის ახლა რაც შეეხება ახლა მოვედი კოლექტივი დახვდა თემურის მიერ შეკრული გუნდი რო იტყვია ერთმანეთის მოსიყვარულე ხალხი და აუც ჩვენც მომავალში გავაძლევთ იდეებს იმას რაც თემურის ჰქონდა კოლექტივში დაფუძნებული და დაარსებული მე და თემურიმ საექიმო მოღვაწეობა დაახლოებით დავიწყეთ 83-84 წლებში და მარტო ჩვენ კი არა იქ კოლექტივს ხედავთ კადრში ერთად დავიწყეთ თითქმის ყველა საექიმო მოღვაწეობა და დიდი სიამოვნებით ვიხსენებ იმ წლებს ვიხსენებ იმიტომ რომ ყავდა ძალიან კარგი ადამიანები ადგილობრივი საზოგადოების სახით ვიწევდა ერთად მოღვაწეობა შრომა თემური იყო განსაკუთრებული პიროვნება, განსაკუთრებული ადამიანი, ის იყო დიდბუნებოვანი, იყო ძლიერ ვაჟკაცური და არა მარტო შეეძლო თანადგომა, არა მარტო კოლეგიალურად, არამედ მეგობრულად, ყველა სფეროში, ყველანაირი გაგებით. მოგეხსენებათ ეს წლები ძალიან ახალგაზრდა წლები ჰქონდა
გასახსენებელი, კარგი, ძალიან ბევრი გვაქვს. დღესაც სიამოვნებით ვიხსენებ იმ წლებს და ალბათ რომ ვკითხონ ყველაზე საუკეთესო წლები, აი ეს წლები არის ჩვენი ერთად მოღვაწეობის. წეგან ახსენეს ქალბატონი მაია ზმედაშვილი, რომელიც ჩვენთან ერთად მოღვაწეობდა, არა მარტო და ეს ჩვენი ურთიერთობა განისაზღვრებოდა არა მარტო კოლეგიალობით, არამედ სამსახურის შემდგომი ესეთი საყოფაცხოვრებო ურთიერთობებით, პიკნიკებით, გართობებით და არ ვიცი, როგორ გითხრათ, ადამიანური რაც იყო. ქიმიური თავგანწირით. ექიმური თავგანწირით ყველანაირი ასეთი ნორმალური ურთიერთობებით. მოგეხსენებათ ქალბატონი მანმაც ამ კოლექტივში გაიცნო, ძალიან კარგად მახსენდება, პიკნიკების მერე მოდიოდით, მანანა მორიგეობდა და სერენადებს უმღეროდით. ამაში მიშაც დამეთანხმება. 93 წელში მე კოლექტივი დავტოვე. დაბრუნების როცა ხვდებოდი ქარაში აუცილებლად ყოველდღე აუცილებლად მიწერდა შემოსვლა ურთიერთობა კოლექტივთან და თემურისთან განსაკუთრებით, იმიტომ რომ თემურში მე დავინახე განსაკუთრებული, არ ვიცი, დიდი სიყვარული დავინახე, დიდი თანადგომა, დიდი მეგობრობა. ამის გამო ის მეჯვარეთაც მოვიკიდე. და რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობა უფრო გაღრმავდა. ჩემთვის ძალიან ძნელია თემურიზე ლაპარაკი. ეს იყო კიდევ ვეთქვით, რომ ძალიან დიდი მეგობარი იყო, ძალიან დიდი თანადგომა შეეძლო და განსაკუთრებით ვიგრძელე მაშინ კიდე, როდესაც ჩემი ავადმყოფობის შესახებ გაიგო. დამადგა თავზე და არ ვიცი, მაიძულა რომ რამდენიმე საათში დამეტოვებინა ქარელი გადავსულიყავი თბილისში. საუბედუროდ ერთი კვირის მერე, კვირანახევრის მერე გავიგე მისი დაღუპვის ამბავი. ეს იყო ჩემთვის დიდი ტრაგედია, უდიდესი ტრაგედია იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველანი ექიმები ვართ და თემურიც ექიმი იყო და ყველაფერს ვაკეთებთ ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, გამოჯანმრთელებისათვის, თურმე არ აგვაქვს უნარი წინასწარ განვშორიტოთ, წინასწარ განვსაზღვროთ თუ რას გვიქადის ბედისწერა. როგორც ახლა ვუკვირდები, მე ასე მგონია, რომ თემური მესეც შეძლო. ამის მაგალითად შემიძლია მოგიყვანოთ, რომ 19 თებერვალს და თემური გარდაიცვალა 20 თებერვალს. 19 თებერვალს მიუხედავად იმისა, რომ თემურის არ უყვარდა, დიდად შეწუხება, არც უახლოესი მეგობრობისა, საკუთარი ინიციატივით ჩემთან ოჯახში ჩამოიყვანა ჩვენი კოლეგები, მოიყვანა და პატარა ნაუცბათებ სუფრას შემოუსხდით. ტრადიციულად, როდესაც შვილების ადღეგრძელოზე მივიდა საქმე, მრავალჯერ მისაყვედურია და მაშინაც ვუსაყვედურე თემურის. არაქენი სწორი, რომ ბევრი შვილები არ გააჩინა მეთქი. ამის მოწმეები თქვენც ახართ. მან მიპასუხა. მე ერთი ავადმყოფი კაცი ვარ. ხვალ რომ გადავბრუნდე და აღარ ვიყო. ჩემ შვილებს რა ეშველება, ვინ გაზრდის? მეორე დღეს საღამოს თემური აღარ იყო. ეს მე მგონი თემურიმ იწინასწარმეტყველა. წინასწარმეტყველება ცუდი ფაქტის იყო. მაგრამ დღეს თემური ჩვენთან არის. არ არის დღე თემურიზე არ ვისაუბროთ და დღეს რომ პოლიკლინიკის გადახალისება ხდება და მიმდინარეობს დიდი რემონტი. აი ამ გრანტისათვის, აი ამ გადახალისებისათვის ლომის წილი თემურისია. მან იარა და მიაღწია იმას, რომ დონორი ორგანიზაცია ეპოვა და ჩვენი სამუშაო უფრო გაევამასებინა. დიდი მადლობა თემური. სამსახურში პირდაპირი და პრინციპული იყო თემური. განსაკუთრებული თვისებებით საქმისადმი ერთგულება და სიმართლის გრძნობა მუდამ თანხმდებოდა, მაგრამ ურთიერთობაში ძალზე თბილს ყველას გასაჭირი გულთან ახლოს მithქვა. თითოეული სულში იხდებოდა. ცდილობდა გაეთავისებინა და ოდნავ მაინც შემოსულიქებინა სხვისი დგებელი. თავისას რომ არავის იმარხვებდა თავს.
იქნებ ამიტომაც ეტკინა განსაკუთრებულად ის შეურაცხყოფა, რომელიც თავისი უსაზღვრო სიკეთის სანაცვლოდ მიიღო. თუმცა სიკეთის საზღაურზე ხომ არასდროს უფიქრია. ბედნიერი ბავშვობა კი ჰქონდა, მაგრამ ყველა ოცნებას ხომ ვერ შეუსრულებდნენ პატიოსნებით გამორჩეული მშობლები. და ერთ ასეთ, თითქოს ბავშვურად აკვიატებულ ოცნებად, ავტომანქანა ვოლგის შეძენა ჰქონდა გადაქცეული. ეს სულაც არ იყო ტოლვა განსაკუთრებულობისაკენ, რადგან გაუსაძლისი უდენობის დროსაც კი გენერატორის შეძენაზე ძლივს დაიყოლიეს ოჯახის წევრებმა. ეუხერხულებოდა ჩაბნელებულ სოფელში სახლის გაჩახჭახება. ოცნება რომ აისრულა, უზომოდ ხარობდა თემური და ბავშვებით ეფერებოდა ახალ ვოლგას. ისედაც სისუფთავის მოყვარული და ძალზე აკურატული, სანიმუშოდ უვლიდა და როგორ მოითმენდა ერთი წვეთით რომ შეენიშნა ზედ. საწვავს სხვა სოფელში ასხამდა და ერთი ასეთი მგზავრობისას გასასეირნებლად ორი ახლობელი ბავშვიც გაუყოლებია. საწვავის ჩასხმისას სულით ნახთ ქართველს ყვავილების ქვეყანა აუმღერებია მაღალ ხმაზე. ვიღაცას არ მოსწონებია, ვიღაცას რაღაც არ მოსვლია თვალში და შინისკენ მობრუნებულისათვის გზაზე იარაღით წაურთმევიათ მანქანა. მაგრამ თვითონ ფაქტი არაფერი იყო იმ ელდასთან, რაც მან თანმხლები ბავშვების სიცოცხლის საფრთხის გამო განიცადა. ყველაფერი უსიტყვოდ დაუთმია მძარცველებისათვის, თან ევედრებოდა, თუ გინდათ მე მომკალი ბავშვებს ხელი არ ახლოდა. თემურის გრძნობიარე და თავმოყარე ბუნებამ ეს ფაქტი უმძიმესად გადაიტანა და იქნებ ამანაც დაუჩქარა გზა იმ ქვეყნეული საქართველოსაკენ, ვინიცის. ამ ფაქტიდან 3 წლის შემდეგ ენით გამოუთქმელმა ელდამ შეძრა მთელი რაიონი. ძნელი დასაჯერებელი აღმოჩნდა იმ ადამიანის არყოფნა, რომელიც იმ აბედი დღესაც კი იმედის მომცემი და ღიმილიანი იყო და რომელზეც მერე ყველა ერთსულოვნად აღიარებდა. თემურისნაირი ადამიანები იშვიათად იბადებიანო. ეს იყო მიწაზე, ყოველდღიურობაში დატრიალებული ჯოჯოხეთ. თბილ მყუდრო ოჯახში ხარხარით შემოგლიჯა კარი სატანამ და ყველაფერი მიმოანგრია. ვერ შეაჩერა სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული კაცის თვალებში გაყინულმა მუდარამ. არც მოულოდნელობით შეშლილი ქალის გულიდან ამოხეთქილმა მთელ სოფელს მოდებულმა ბღავილმა. არც ჯოხებს დაყრნობილი ინვალიდი დედის საცოდაობით შემგრთალა ავსული. ულმობლად გადააბიჯა შიშით აკანკალებულ ლურჯთვალა ბიჭს და მოცახთახე ხელებიდან გამოგლიჯა 80 წელს მიტანებულ უბედურ მამას ახალგაზრდა, ჯერ კიდევ რამდენიმე წუთის წინ ჯანმრთელი შვილის უსიცოცხლო სხეული. და მაინც დამარცხდა სატანა. იმ ანგელოს დაუთმო ამ ქვეყნისათვის უჩვეულოდ სუფთა სული, რომელმაც ზეცას აზიარა, რათა იქ დაემკვიდრებინა, სადაც მართალნი განისვენებენ. მერე ყველაფერი ცუდი სიზმარებით აეწყო. უამრავი ძაძა და გოდება, დაუთვლელი სამგლოვიარო განცხადება და თანაგრძნობა, დაობლებული ლამაზი ბავშვები, ცალად დარჩენილი მანანა ექიმი, ორი სიკვდილზე მეოცნები, გაცვეთილი, უსუსური მოხუცი, ხრებ ჩამოყრილი, ძმაზე თაყვანისცემამდე შეყვარებული და თავზარდაცემული, უიმედოდ დარჩენილი, კეთილი, ალალი, გულიანი სოფელი. სოფელი, რომელმაც გულწრფელად დაიტირა საყვარელი და საამაყო გაზრდილი. სოფელი, რომელმაც ღირსეულად ყვავილების ზღვაში გააცილა თითოეული ოჯახის ყველაზე სასურველი სტუმარი და მეგობარი. სოფელი, რომელმაც მთელი საზამთროდ გადანახული მარაგი უშურველად მიაწოდა დაობლებულ ოჯახს, რომ ამით მაინც გამოეხადა თანაგრძნობა და თანადგომა. სოფლის უხუცესებსაც არ ახსოვთ ასეთი გლოვა ბრეთში. დრო კი დაუნდობლად მიქრის. იმართლება დღეები, თვეები, გავიდა 1 წელი. თანდათან იკლო უძილო ღამეებმა. ყოველდღიურობაც გითხრეს თავის ორომტრიალში და უკვე იმასაც ბედავ, ხანდახან თვალიც გაუსწორო თემურის სურათს. და მაინც ყველაზე მძიმედ სახლში მოძრაობს ჰაერი თემურის გარეშე. და მანანამაც თითქოს განგებ გაარიდა თამუნა უსაყვარლესი მამის არყოფნით დაცარიელებულ სახლს. გოგონაც ცდილობს არ შეირცხვინოს თავი და იესემის სკოლის სახეცაა 4 თანატოლთან ერთად, მაგრამ გული წყდება, რადგან მამას ვერ მიახარებს თავის წარმატებებს. სულ რაღაცას ფაცი ფუცობს უცებ დაკაცებული პატარა გინიკოც, რომელსაც წინაპრის სისხლის ყივილით სტიქარიც ჩაუცვია და ალბათ საყვარელი მამის სულის განათლებას თუ ევედრება უფალს.
თემურის გარეშე ტრაგიკულამდე სევდიანია მისი მოხუცი, ჯოხებზე მძიმედ დაყრდნობილი დედა. უცრემლო ტირის გამუდმებით ვითომ მოყოჩაღებული, ოჯახის ერთადერთ თავკაცად დარჩენილი 80 მიტანებული მამა. და მანანა, ისტერიულად საქმიანი, თითქოს საკუთარ უიღბლობას გაჯიბრებული, შეუძლებელს შეჭიდებული ახალგაზრდა ქვრივი, რომელმაც 15 წელი იცხოვრა იმ დიდი სიყვარულით, ნებისმიერი ქალის ოცნებად რომ ქცეულა, რომელსაც სამედიცინო ინსტრუმენტზე ნაკლებად როდი უჭრის კალამი და რომელმაც ალბათ ალბედითი წინათგრძნობის წყალობით ჯერ კიდევ 25 წლის წინ თემურის გაცნობამდე ბევრად ადრე გაანდო ქაღალდს თავისი განცდები. ახალგაზრდა ქვრივის სული შემძვრელი გოდება. ნუ თუ გრძნობდა, წინ რაც ელოდა, ვინ იცის? შენ აღარა ხარ, გამყინავია ამის შეგრძნება, ძნელია დაჯერება, მეშინია. შენ აღარა ხარ, მაგრამ მაინც ყავის ტყემალი ჩვენი ფანჯრის წინ. ყველაფერი თავისი გზით მიდის, ისევ ღამდება და თენდება, ისევ არსებობენ დადიან ადამიანები. ვეცადე გამეყინა დრო. შენ შემდეგ, როცა პირველად დავრჩი მარტო ჩვენს ოთახში, საათის წიკწიკი მომესმა. პირველად მაშინ მივხვდი, რას ნიშნავდა კუბოს სახურავზე ბელტების ბრახუნის ხმა. პირველად მაშინ შევიგრძენი, რას ნიშნავდა შენი სამუდამო წასვლა და საათი ფანჯრიდან მისროლი. მეგონა ამით გავაჩერებდი დროს, მაგრამ მეც გაგწილე, მაინც ვიგრძენი გაზაფხულის მოსვლა. აყვავდა ჩვენი ფანჯრის წინ ტყემალი. სიცოცხლემ დაიწყო მოძრაობა მერქანში. შენ კი, შენ ხრწნას იწყებ, შენ დაშლას იწყებ, შენ ჩამოვარდნილი ფოთოლივით ერევი მიწას. ძნელია დაჯერება, გამყინავია ამის შეგრძნება. პირველად ჩემ ცხოვრებაში მიჭირს ვილაპარაკო და სიტყვას ვეცებ. ესე არ ხდებოდა არასდროს. ეს იმიტომ რომ თემურის ეხება. თითქოს აკრძალულ ზონას შევეხეთ და აკრძალულ თემებს. იმიტომ რომ თემური რომ მართლა კარგად დაინახოთ, უნდა იმასთან გეცხოვრათ ჩემსავით. 15 თუ არა 2-3 წელი მაინც. იმიტომ რომ ეს არ იყო ადამიანი, რომელიც უცებ მოგხიბლავს და უცებ დაგანახებდა ვინ იყო და რა იყო. ეს იყო ძნელად შესაცნობი, მაგრამ თუ შეიცნობდი მე იმისგან ძალიან გაგიჭირდებოდა შორს წასვლა. აი ასე მიჭირს ახლა მე თემურის გარეშე მარტო ყოფნა და მოვერია ყველა პრობლემას. მე ესე ვთვლი და გარშემო მყოფებიც ესე თვლიან. არც ოჯახის შენახვა მიჭირს, არც ბავშვების გაზრდა, არც მოხუცების მოფერება, არც ჩემი ჩვეული სამუშაოს შესრულება, მაგრამ მიჭირს ძალიან მოვერიო იმ ცარიელ ადგილს, იმ დიდ სულიერ სიცარიელეს, რაც მე დამტჩა. ეს მართლა ძალიან ძნელია. და რა გასაკვირია, რომ ჩემთვის იყოს ძნელი. დამერწმუნეთ, არც ერთი ოჯახი, არც ერთი ბრეთელი ჩვენ სახლთან არ ჩაივლის თავაწეული. ყველას ტკივა, გადამთიელებს და შედარებით უცხოებს ტკივად და არ არის ეს ნამდვილად ჩემ მხრივ ეს ემოცია გასაოცარი და არც არავინ დამძრახავს იმისთვის. და მშურს იმ ადამიანების, ვისაც შეუძლიათ, რომ თავისი წასული ახლობელი ან სურათებთან, ან საფლავთან დააკავშირონ. მე არც სურათები მიმსუბუქებს მდგომარეობას და არ მიფსებს უთემურიობის სიცარიელეს, არც საფლავის ამწუხაროთ, იმიტომ რომ ვერ წარმომიდგენია ასეთი თემური. წარმომიდგენია მარტო ჩემთან მყოფი, ცოცხალი, ყოველთვის დაფიქრებული, ჩემთვის ჭკუის დამრიგებელი, გეზის მიმცემი. თუმცა ეს ყველაფერი ხდებოდა უხმაუროდ და ხაზგასმის გარეშე. და მაშინ, როცა ჩვენ უკვე ერთმანეთის ნაფიქრის წაკითხვა ვისწავლეთ და უსიტყვო დიალოგები გაგვიშთა, მაშინ დავშორდით ერთმანეთს. არ დამავიწყდება, 2 კვირა იყო მარტო, რომ ჩვენ ერთმანეთოდ გავატარეთ. თბილისში იყო რაღაცა კვალიფიკაციაზე და არ ვიცი, ვერ გეტყვი, დღეში რამდენჯერ მეხმიანებოდა. აი აფთექი, ჩაი ავიტუღე, ჩავიცვი, გავდივარ, მოვედი. იმიტომ რომ ჩვენ მიჩვეულები ვიყავით ერთმანეთოდ, უკვე არ შეიძლებოდა ჩვენი წარმოდგენა. და ეხლა ყველაფერი ამის მერე გავიდა უკვე წელიწადი და კიდე თვეები და ვცხოვრობ მინდის ცხოვრება ჩვეულებრივად. სხვანაირად არ შეიძლება მეუბნებიან და მეც ვიცი. საკმაოდ მაგარი ადამიანიც ვარ. ამასაც მეუბნებიან და მეც ვგრძნობ. არ გამოვხატავ ჩემ მწუხარებას არც ისტერიკით, არც სასოწარკვეთით, არც დეპრესიით. მაგრამ მე ვიცი რა ხდება და რაც მიიღებს ეს თავშეკავება და რაც მიიღებს ეს ძალდატანება, რომ ვიყო ჩვეულებრივად. იმიტომ რომ აი თემური მე ვარ.
თემური დარჩა ჩემს იმედად, წავიდა ჩემს იმედად. დამიტოვა 2 მოხუცი, დამიტოვა 2 გასაზრდელი ბავშვი. დამიტოვა სამსახური, რომელსაც მაინც ჭირდება. თემურის რიხი და თემურის თვალი. და ეს რიხი და ეს თვალი მე უნდა ვიყო. ახალბედამთავარ ექიმს უნდა ისე დაუდგე გვერდში, რომ თემურის მოეწონებოდეს. შეიძლება ესეც ძალიან ისეთი ინტიმია, რომელშიც ისევ არავინ არ უნდა ჩავახედო, მაგრამ აი მოურეველი სურვილი მაქვს, რომ გითხრათ. გარდა იმისა, რომ მეგობრობდით, გარდა იმისა, რომ კოლეგები ვიყავით, გარდა იმისა, რომ ვიტყოდი, რომ საკმაოდ შეხმატკბილებული და კარგი მეუღლეები ვიყავით, თემური ამაყობდა ჩემით. ყოველთვის თავის შვილსაც და მეგობრებსაც არიგებდა. ცოტა შეზარხუჟებული თორე. სხვა სიტუაციაში ამას არ იტყოდა, ხმამაღლა არაფრის დიდებით. აი თუ გინდათ კარგი ოჯახის შექმნა, ჩემნაირი ცოლი უნდა მოიყვანოთო. ამაზე ყველა ვიცინოდით. და ეხლა მივხვდი, რომ შეიძლება თავმდაბლობაში არ გამომდის და არა ვარ სწორი რომ ვიძახი. თემური მართალი იყო. იმიტომ რომ გავიდა ამდენი ხანი და გრძნობ, რომ უთემურიობა ჩემ ოჯახს არანაირად არ ეტყობა. ეტყობა მარტო სულიერად, ეტყობა შიგნით და ჩვენი დიდი დარდი, მოურეველი, რომელიც ჩასახლდა ჩვენ თვალებში, ერთმანეთზე თვალის გასწორებაში ხელს გვიშლის. და ხშირად მომისმენია ჟურნალისტისგან ტრაფარეტული შეკითხვა. თავიდან რო იწყებდე ცხოვრებას, ისევ იცხოვრებდი ასე თუ არა თქო. და მე თუ ვინმე ამ შეკითხვას დამისვამს, მიუხედავად იმისა, რაც მე ახლა მდგომარეობაში აღმოჩნდი და მიუხედავად ამ დიდი ტკივილისა, მაინც ვიტყოდი. ეს 15 წელი ჩვენი თანაცხოვრებისა არ მეთმობა, არანაირ სხვა ცხოვრებაზე ამას არ გავცვლით. იმიტომ რომ იმ ხელა სიყვარულს გრძნობ, იმ ხელა სიამაყით დავდივარ ბრეთში თუ ქარელში თუ სადმე, იმ ხალხის სიახლოვეს, ვინც თემური იცოდა, რომ მე ამითიც ბედნიერი ვარ, რომ 15 წელი ვიცხოვრე ისეთი ადამიანის გვერდით, როგორიც ჩემი თემური იყო. აქ თემურის გარეშე არსებობის გაუსაძლისი ტკივილია. აქ ადამიანად ყოფნის დიდი სევდაა და ნუ რა ვინიტყვის, რომ დრო ყველაფრის მკურნალია. რაფერს უხერხებს საყვარელი ადამიანის სულის შემძრელ მონატრებას. იქ კი, იქ სიმშვიდეა, მარადიული, ნათელმოსილი, მაგრამ მაინც უსიცოცხლო სიმშვიდე. და ადამიანად არ ყოფნის კიდევ უფრო დიდი სევდა. იქ თემურია, მაია, ჰენრია, ნოდარია და ვინიცის კიდევ რამდენი ვინმე. ვისთან შეხვედრის მოლოდინიც იქამდე გზას გვიმოკლებს და გვიადვილებს. მაგრამ ვიდრე აქ ვართ, როგორც არ უნდა გვიჭირდეს, უნდა ვეცადოთ მათი კუთვნილი ტვირთიც მოვირგოთ მხრებზე და მუხლიც ისე გავმართოთ, რომ სიმძიმე არ ჩაგვაჩოქოს. მოყვარეც არ გავაწბილოთ და მტერიც არ გავაცინოთ და ასე ვიაროთ მანამ, ვიდრე